გამარჯობა, მოგესალმებით. Ნამდვილ ახალწელს გილოცავთ ბატონებო ყველას და ტრადიციის დამდგარ. ტრადიციის გამო დღეიდან ჩვენ ვიწევ და ინდუსტრიის ყოველდღიური გადაცემა გვექნება ხუთი ასპექტი. ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი გახავთ ბატონი ზურაბ ნოღაიძელი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერი და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ ზურაბ ჩვენთან მოგზაურობისათვის. პირველი სტუმარი ხართ ამ წელიწადს, ეს ოფიციალურად მეკლე ხართ. ყველაფერი კარგი დაგვედებოდეს მაშინ. დიდი მადლობა ჩვენს და თქვენს და ყველას ერთად მართლა კარგი და კარგი დაგვებედოს. მე ბატონ ზურაბ მოგესალმებით გეუბნებით სპეციალურად მოგიწვიეთ პრინციპში ყველაზე ესეთი ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე ახალი მოძრაობა არის თქვენი მოძრაობა და ვერ მოვასწრით ჩვენი პირველი ვიზიტის დროს დეტალურად ვესაუბროთ თქვენს ხედვაზე, თქვენს პერსპექტივებზე, თქვენ როგორ ახასებთ აი ამ 2008 წელს რა ფიქრობთ მომავალზე, ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს თქვენს ცდილობაზე, თქვენი განცხადება, რომ ბოლო პერიოდში დაშვებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შესაბამისად საფრთხე შეუქმნა ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი არის და ძალიან სერიოზული და ამის ანალიზი მინდა რომ გთხოვდა ხალხს აუხსნათ რა შეცდომებზე არის საუბარი, რა ეკონომიკურ შეცდომებზე გაიტანთ თქვენ აქცენტს და პრინციპში ყველას პრობლემა დღეს ერთი არის, აი როგორ გაუძლებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, თუკი საერთოდ ესეთი გვაქვს, აი მწერებს, რაც გარშემო არის ფინანსურმა კრიზისმა ძალიან ბევრ ქვეყანას გადაუარა და ჩაუქროლა და ჩვენ ავსწრებით ამ კრიზისს თუ არა. სამწუხაროდ ჩვენ ამ კრიზისს არასდროს ვერ ავსწრებით, არამედ კრიზისი უკვე დადგა, კარს მოგვადგა, ხელით მოგვიტაცუნა მხარზე და ამ ორი თვის განმავლობაში საერთოდ ჩემი აზრით ყველა ჩვენთაგანი, ყველა ჩვენი თანამოქალაქე ამას უკვე თავის საკუთარ კანზე იგრძნობს თუ შარშანდელი ნოემბრის შემოსავლები 2007 წლის ნოემბრის შემოსავლების დონეზე იყო, შარშანდელი დეკემბრის შემოსავლები, წინა თვის შემოსავლები უკვე თითქმის 50 მილიონი ლარის ნაკლები იყო ვიდრე 2007 წლის დეკემბრის შემოსავლები და შესაბამისად ეს პროცესი გაგრძელდება. შეჯამებულია მესამე კვარტლის წინასწარი შედეგები და მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა იყო მესამე კვარტალში თითქმის 4%-ით. თქვენ წარმოგიდგენიათ, მესამე კვარტალი ჯერ კიდევ მოიცავდა, ასე ვთქვათ, ივლისს, საკმაოდ ნორმალური თვე იყო საქართველოში, მხოლოდ აგვისტო და სექტემბერი იყო, ასე ვთქვათ, პრობლემატური თვეები, წარმოგიდგენია ალბათ ადვილად თუ რა მოხდება. თუ რა მოხდა უკვე მეოთხე კვარტალში და როგორი იქნება მეოთხე კვარტლის შედეგები. გამოგეშვოს დღევანდელ ვითარებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ქვეყანა დღეს პრაქტიკულად არ იმართება და არც არავინ არ ზრუნავს ვითარების შეცვლაზე. მე მინდა ორ ნაწილად გავყო, თუ შეიძლება არსებული ვითარება რახან თქვენ ეკონომიკაზე მკითხეთ, გავაგრძელებ ამ ეკონომიკის, ამას დავასრულებ კიდეც ეკონომიკაზე და შემდეგ გადავალ მაინც ალბათ შარშანდელი წლის თავარ მოვლენაზე, ომზე და თქვათ არსებულ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა დღეს მსჯელობა უკვე იმაზე, რადგან თუნდაც აი თქვა ჩვენ წინა შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, რომ გადაგვერჩინა როგორღაც ჩვენი უძრავი კონებისგან სამშენებლო სექტორი უკვე ვთქვათ ისე აქტუალურად სიცოცხლეში აღარ დგას, ახლა მთავარი საკითხი საფინანსო სექტორის გადარჩენაა თუ გნებავთ, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოტორი იყო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და გულია საერთოდ ეკონომიკის და ვფიქრობ, რომ მთავრობამ ყურადღება და აქცენტი სწორედ საფინანსო სექტორის გადარჩენაზე უნდა გადაიტანოს, მაგრამ იციან თუ არა რა უნდა გააკეთონ და აქ თუ არა იმის უნარი რა უნდა გააკეთონ, ამაში მართლა რომ გითხრათ, სხვა დარწმუნებული აღარ ვარ. ამიტომ ჩვენ უფრო მეტად აქცენტს მომავალზე ვაკეთებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემდეგ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ჩვენ გამოვაქვეყნეთ უკვე ჩვენი პროგრამის პირველი ნაწილი, რომელიც ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შეეხება. მე მითხრებას მომცემთ რამოდენიმე ძირითადი ნაწილი ჩამოვთვალო. ჩვენ გავაქვეყნეთ მოგების გადასახადს, გავხდება საშემოსავლო გადასახადი პროცენტებზეც, გავხდება საბაჟო გადასახადი. რევოლუციური სცენა არის მოთხოვნები არ არის გეგმა. რევოლუციურია, მაგრამ გეგმა. გავხდება განმეორებული ღირებულების გადახდა საბაჟოზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სადეკლარირებულ გადასახადი, თქვენ ალბათ ტელევიზიიდან გამომდინარე გეცოდინებათეს და დღეს ისედაც ეკონომისტი ხართ და იცით ეს ალბათ, კარგად შემცირდება საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე, გავხდება ფინანსური პოლიცია, ეს თქვენ მთავარი ადმინისტრაციული
შეპირებაა, აღმოიფრთხება პოლიტიკური დაკვეთებით ბიზნესის დატოვება და საგადასახადო დავების სპეციალიზირებული სასამართლო შეიქმნება. ასევე დეფიციტი მთლიანში და პროდუქტის 3%-ზე ნაკლები იქნება, ორჯერ გაიზრდება ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე, ჩვენი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა. ჩვენ უნდა შევქმნათ ექსპორტის ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აი ასეთი ფინანსური კრიზისის დარღვევების პერიოდში შეუნარჩუნებს საქართველოს მის საექსპორტო პოტენციალს და არ მოხდება ის, რაც მოხდა სამწუხაროდ აი ამ თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენი ექსპორტი თითქმის 110 მილიონი დოლარიდან ივლისში შემცირდა თითქმის 70 მილიონ დოლარამდე ნოემბერში და ალბათ დეკემბერში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ორჯერ გაიზრდება განათლებაზე და მეცნიერებაზე ხარჯები, სამჯერ ჯანდაცვაზე, 4ჯერ შემცირდება თავდაცვის ხარჯი და ორჯერ შემცირდება სხვა ძალოვნებზე ხარჯი, რომელიც მოგვეხსენება პრაქტიკულად სხვა ძალოვნები დღესაც უნდა თავდაცვას წარმოადგენს პოლიტიკური ინფრასტრუქტურას უფრო მეტად ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტებს. ჩვენ გავაერთიანებთ აუცილებლად ეროვნულ ბანკს და მისგან გამოყოფილ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს, გაძლიერდება ფინანსური სექტორის საზამხედველო ფუნქციები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, როდესაც კარგ მოგვადგა ფინანსური კრიზისი და ეროვნული ბანკის მთავარი მონეტარული ამოცანა სწორედ დაბალი ინფლაციის შენარჩუნება იქნება. ეს იქნება დაბალი შემოსავლები, ეს იქნება ნაკლები ხარჯების ბიუჯეტიდან, უფრო მეტი ფული დარჩება ეკონომიკაში, ამით ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან 12%-იან ზრდასმივ გრძელვადიან პერიოდში და სტაბილურ სამუშაო ადგილებს შექმნის სწრაფად, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა ახლა უახლოესი პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ აგვისტოდან მოყოლებული მანამ სანამ კრიზისი თავის სიღრმეს არ მიაღწევს, სადღაც დაახლოებით 100-150 სამუშაო ადგილი დაიკარგა ბატონ დავით და ჩვენი მთავარი ამოცანა მოვალე მთავრობის, ნებისმიერი მოვალე მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნა და ეკონომიკის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება. შეიძლება შეგეკითხებით ახლა სენსაციური ინფორმაცია მოახსენეთ მაყურებლებს და მე მინდა რომ აი რაღაც განმარტების გავხსნი რომ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებლებს. აი თქვენ გეგმაში მე საგანგებოდ გავეცადეთ და გაუცხებული ვარ $1 მილიარდ აპირებს სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაში. კოლოსალური ციფრია, მსგავსი არასოდეს არავის არ დაუგებია. ეს არა მარტო ინფრასტრუქტურაში, არამედ ეს ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ექსპორტის ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობაში დღეს იხარჯება სადღაც დაახლოებით 30-40 მილიონი ლარი მხოლოდ და სადღაც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე უნდა იყოს მარტო სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული ყოველ წელს და ამის გარდა კიდევ სხვა ინფრასტრუქტურაში, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში და სხვა საექსპორტო სექტორების ინფრასტრუქტურაში. ეს მინდოდა რომ გაგეშალათ, ეგ მართლა სენსაციურია, თუნდაც ეს რასაც თქვენ ამბობთ, მე მგონი სადღაც აი ესეთი მიდგომა იყოს 60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აი ამდენი თანხები მიდიოდა საქმიანობაში. აქ ასევე თქვენ გაქვთ აი გაწყვეტილეს, მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს, თქვენ განათლებაზე და მეცნიერებაზე 20%-ს აპირებთ, ანუ 850 მილიონ ლარი. მე მგონი 0.2%-ია დღეს. არა, დღეს ამის ნახევარია დაახლოებით, მხოლოდ სადღაც დაახლოებით 400 მილიონია დღეს განათლებაზე და მეცნიერებაზე აღებული. და ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს პერიოდის განმავლობაში განათლების და განსაკუთრებით მეცნიერების ინფრასტრუქტურის აღდგენა, თორემ ჩვენ გვაქვს მეცნიერებაზე რამდენს აპირებთ? აი ახლა ასე დეტალებში ჩვენ ჯერ არ ჩავსულვარ, მაგრამ რომ გითხრათ განაიმტოვოთ ახლა ამ საკითხს საერთოდ სადარვათ, არამედ თავარი არის უახლოეს პერიოდის განმავლობაში განათლების და მეცნიერების ინფრასტრუქტურის გაჩელება სწრაფად აღდგენა. თორემ ჩვენ გვაქვს მაგალითად პირობითად ვთქვათ ფიზიკის ინსტიტუტი, სადაც 50 წლის წინანდელი აპარატურაა, პრაქტიკულად კვლევებს და ცდებს ვერ ჩაატარებს და შესაბამისად ეს ინსტიტუტი გიმყოფილა გინდარა. პრაქტიკულად იქ თანამშრომლები დადიან შეიძლება ასე ვთქვათ პენსიის მისაღებად და არა იმ საქმის გასაკეთებლად, რისთვისაც სინამდვილეში ისინი მუშაობენ სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.